შაბან მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო. მადლობა მობრძანებისთვის. სულ ცოტა ხნის წინათ აქ ოთარ ტატიშვილი იჯდა ზუსტად იმ ადგილას, სადაც შენახლა ბრძანდები და ვაუწყეთ მაყურებელს, რომ 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში ახალი კონცერტი, ეთნო კონცერტის პრემიერა ელოდებათ, სადაც შენც მონაწილეობდა, ეს ძალიან მიხარია. და სწორედ ეს მინდა კითხოთ ჩემო ძვირფასო ადამიანო. რა განწყობა გაქვს აი ამ საპრემიერო კონცერტის წინ და რა არის შენთვის ხალხური სიმღერა? პირველ რიგში მოგესალმებით, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და არაერთხელ აღმინიშნავს და კვლავ განმეორდები, რომ თქვენს გარემოცვაში პირადად თქვენთან ერთად ყოფნა და ერთი სივრცის გაზიარება ეს არის უდიდესი პატივი ჩემთვის. რაც შეეხება კონცერტს, ჯერ დავიწყოთ კონცერტის სახელით. არის ასეთი ქვეყანა. უკვე ეს სახელი აღძრავს ჩემში იმ ემოციას, რასაც საქართველოს შვილად ყოფნა ქვია, რასაც ქვია რომ იყო საქართველოს მოქალაქე, ვინაიდან სწორედ არის ის ქვეყანა, ჩვენი საქართველო, რომელშიც მე მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ ვიყო ის ადამიანი, რომელიც როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გამოხატავს თავის პატივისცემას ქართული ხალხური სიმღერისადმი. რაც შეეხება ქართულ ხალხურ სიმღერას, მე ვიტყოდი არა მხოლოდ ქართული ხალხური სიმღერა, არამედ ზოგადად ხალხური ტრადიცია. ეს არის ის ფუნდამენტი და ეს არის მთავარი საფუძველი, რაზეც დღეს ჩვენ გვაქვს პატივი რომ ვიყოთ და ვიდგეთ და რაზეც თითოეული ჩვენგანი, მოქალაქე თითოეული ამ ქვეყნისა, დავდივართ დღეს და მოვედით დღემდე. აი ეს არის ქართული ხალხური ტრადიციები. მიხარია, ჩემო შამარო, ჩვენ ერთად აი ამ განწყობით ცხოვრები ხალხი, ვიდგებით სცენაზე და ჩვენ სათქმელს ახლებურად შევთავაზებთ ჩვენს უძვირფასეს მაყურებელს. ახლა მინდა შენს ბავშვობაზე გადავიდე, იმიტომ რომ ხალხური სიმღერის მიმართ შენი ინტერესი და სიყვარული სწორედ პატარა ასაკიდან მომდინარეობს, შენი ესმე ძალიან კარგად ვიცი და ერთი საინტერესო შემთხვევა იყო და მინდა გაგახსენო სკოლასთან დაკავშირებით. როგორც წესი, მშობელს როცა იბარებენ ხოლმე სკოლაში, რაღაცას აშავებს ასე დროს მოსწავლე. და სრულიად განსხვავებული მიზეზის გამო რომ დაიბარეს შენი მშობელი, არაფერი რომ დაგიშავებია, ეს ამბავი მინდა რომ მოუყვე ჩვენი შოუს მაყურებელს. სხვათა შორის ჩემთან რატომღაც ყველაფერი ასე ხდება. კუთხეშიც სხვა მიზეზის გამო დავდექი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი დამიშავებია. აი მშობელი ზუსტად ამ მიზეზით დაიბარეს, არაფერი არ დამიშავებია და მიზეზი რა გახდა, რომ თქვენი შვილი ზედმეტად ბევრ წიგნს კითხულობს. ღამე მით უმეტეს და ყოფილა შემთხვევა, რომ ჩაზინებია და ჩვენ გამოვართვით წიგნა ძილშიც არ გვაძლევდა იმ წიგნსო. და ამიტომ დაიბარეს ჩემი მშობელი და ხა მშობელმა რა უნდა მითხრას? რატო კითხულობო? კი, მაგრამ ხა მეორეს მხრივ ამას რო ეტყვი შვილს, რომელიც არის დაახლოებით 10-11 წლის, ხო? იფიქრებს, რომ ხლა რახან ჩემი მშობელი მეუბნება არ წაიკითხო, კაი, ამიერიდან აღარ წავიკითხავ, ხო? მამა ჩემის რეაქცია იყო მაშინ კარგი. ეცადე ბევრი არ წაიკითხო. ზომიერებისკენ მოგიწოდა, ხო? ეცადე ბევრი არ. ასო, კუთხეში დამაყენეს და ეგ რაღაცა მოხდა, მიხარი. გამოვესარჩრე ჩემს მეგობარს. და სულ მახსენდება ჩვენი უძვირფასესი, ჩემთვის უსაყვარლესი ბესო ბერულაშვილის სიტყვა, რა გინდა დაეტიე რა, სადაც ხარ. სულ მახსენდება ეს სიტყვა, რომ რა გინდა, ხო, მაგრამ ზოგადად არ შემიძლია უსამართლობის წინაშე გაჩუმება და არ შემიძლია რომ უსამართლობა მოვითმინო და იმიტომ ხარ გაიგაცი შენ. რაღაც გამოვესარჩლე, მე იმისი, ასე ვთქვათ, დანაშაულის მე ავიღე და აი დავრჩე ესე კუთხეში. შაბან, შენ მრავალმხრივი კაცი ხარ, შენი ვიჭის შესახებ მიხარია რომ ფართო საზოგადოებამ უკვე გაიგო, დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ერთხელ აი ამას აღიქვამენ ჩვენს კონცერტზე 23 და 24 მაისს და მანამდე ერთი რამ გინდა კითხო. პირველ ხმას მეორეს რომ უხამებ და მეორეს მესამეს და ეს ყველაფერი შეგიძლია შესანიშნავად და ძალზე ჰარმონიულად, ეს მე ვიცი და თან ვხვდები ამის ლოგიკას, მაგრამ როგორ ახერხებ რომ ყავის სხვადასხვა სახეობები ასე გემრიელად შეუხამო ერთმანეთს, მოდი ამაზე მოყევი, იმიტომ რომ შენ ასე იყო ყავის სპეციალისტის ყოფილხარ. სხვათა შორის, რასაც მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ერთადერთი რაზეც ვამბობ ჩემს თავზე ყოველთვის, რომ კი, კარგად გამომდის, სიმღერაზე ვერ ვიტყვი ნამდვილად, იმიტომ რომ არსებობენ ისეთი ოსტატები მართლაც, მე ვინ ვარ მათთან, ხო? მაგრამ ყავა ნამდვილად კარგად გამომდის კი. და სხვათა შორის, აი ახლა თქვენს შოუში რომ მოვდიოდი, დილით შეევაზავე სხვადასხვა ყავა და ამის გამოც კაკაოც გადავისხი, ზე ძალიან მშვენივრად. აი ესეც გამოვცადე კი და სხვათა შორის ყავის ინტერესი ჩემში გააღვივა დედაჩემმა. დედაჩემი სვავდა ყავას ყოველთვის მაინტერესებდა. პირველად გამასინჯა და ახალი ხიბლი იყო ჩემთვის აბსოლუტურად რაღაცა უცნობი გემო, რომელიც
ძალიან ჩამრჩა ისე რაღაცა გემოს რეცეპტორი რო იტყვიან, ჩამრჩა ძალიან და მაინტერესებდა შემდეგ როგორ ხდება, რა ხდება, როცა უკვე გავიზარდე და დავიწყე აი ეს ინტერნეტთან ურთიერთობა, დამაინტერესა მარცვლები, მათი სახეობები, დაუშვათ ამა თუ იმ მარცვლის შერევა, სხვადასხვა ქვეყნიდან შესაძლოა ორი მარცვალი ჩამოიტანო, ორივე იყოს არაბიკა, მაგრამ სხვადასხვა გემოვნური თვისებით, ხო? რა თქმა უნდა. შესაბამისად, აი ამან დამაინტერესა, გავაკეთე სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩავატარე. ასევე შემდეგ დავიწყე უკვე ყავაში სხვადასხვა დაუშვათ იქ სიროფების შერევა, როგორც არის კარამელი, თეთრი შოკოლადი და რა ვიცი, დღესდღეობით ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი სახეობის ბევრნაირ ყავას ვაკეთებ. ამიტომ გეპატეჟებით აფერუმ შენ, გავდივარ სიამოვნებით. ასევე ძალიან მიხარია მე ვადევნებ თვალყურს შენს სოციალურ გვერდს, Facebook-ს, რომ როგორ გეფერება ხალხი და რამდენად დადებითი გამოხმაურება აქვს ხოლმე შენს სტატუსებს, შენს პოსტებს, მაგრამ დამეთანხმები რომ ალბათ სულ სხვა არის უშუალო შეხება და როდესაც მაყურებლის მხრიდან იღებ აი მუხტს და ემოციას, რომელიც ცოცხალ კონცერტებს თან ახავს. შენ ხშირად გამოდიხარ კონცერტებზე და ესეც სასიხარულოა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში და მითხარი რომელი კუთხის შეფასება მოგეწონა ყველაზე მეტად და რატომ მაინც და მაინც კახელების. მე პირველ რიგში მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით და მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო საზოგადოებას თითოეულ ადამიანს, რომელმაც მართლა ესეთი საოცარი გამოხმაურება მომიტანა სოციალურ ქსელებში და დღემდე ისეთი კომენტარები და ისეთი შეტყობინებები იწერება, ნამდვილად გული მევსება სითბოთი და ეს არის ის, რასაც ვერასოდეს ვერ იყიდი. ამას ან მოიპოვებ, ან ვერ მოიპოვებ და მე ნამდვილად მადლიერი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ აი ეს სიყვარული მოვიპოვე, ხალხის სიყვარული. რაც შეეხება კახელებს, მახსოვს ერთ-ერთი კონცერტის დროს შევასრულე ჭონა. ჰამლეთ გონაშვილის და რამე მიქაბერიძის ვერსია, რომელსაც ანსამბლ რუსთავთან შესანიშნავად მღეროდნენ და ნუ აი როდესაც მორჩა კონცერტი, აღმოჩნდა კახელი ქალბატონი ამ კონცერტზე და როდესაც ეკითხებოდნენ, აბა რას ფიქრობთ, როგორი კონცერტი იყო, ჩემთან მოვიდა და ჯო, ყველანი მე მეწონეთო, მაგრამ ეგ გლაზოკიანი კახელი ბიჭი სულ სხვა იყო. ამას რო კახელი იყო, ხო? ნამდვილად სასიხარულო და საამაყოა, ეს კიდევ იმის ნიშანია, კიდევ ერთხელ რომ ხალხმა ნამდვილად მიმიღო და ჩამეხუტა გულში, რაც ჩემთვის ყველაზე პირველია და ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სფეროში. ჰამლეთ გონაშვილი ახსენე, ეს მართლაც ლეგენდარული მომღერალი, რომელიც ვიცი შენთვის რამდენად ძვირფასია და შენი მართლაც აი მუდმივი შთაგონების წყარო ეს არაერთხელ გითხოს მათ შორის ჩვენს შოუში. და მოდი მისი რეპერტუარიდან ერთი სიმღერა, რომელიც დიდი ხანია სხვათა შორის არ შესრულებულა, ეს არის თუ ასე ტურფა იყავი, რომელიც ეკუთვნის დიდ ქართველსა და დიდ მოღვაწეს ბატონ ანზორ ერქომაიშვილს. მოდი ეს ავაშღეროთ ჩემო შაბან დღეს ჩვენი შოუს სცენაზე და საამისოდ მოვიწვევ ჩვენი კონცერტის კიდევ ერთ მონაწილეს, ეს არის გუნდი მძლევარი, უბრწყინვალესი გუნდი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი ექნება ჩვენს ეთნო კონცერტში არის ასეთი ქვეყანა, მანამდე შენ მითხარი ორი სიტყვა აი ამ სიმღერაზე. უდიდესი სიამოვნებით, ჩემთვისაც უდიდესი პატივი იქნება მძლევრთან ერთად პირველად შევასრულებ სხვათა შორის სიმღერას და ძალიან სასიხარულოა ნამდვილად. თუ ასე ტურფა იყავი სხვათა შორის გუშინ ვუსმენდი ჰამლეთ გონაშვილის საიუბილეო საღამოს, სადაც ბატონმა ანზორმა ჩვენმა მართლა უდიდესმა მოამაგემ ქართულ ხალხურ სიმღერაში. წარმოთქვა ესეთი ისტორია, გაიხსენა სიმღერის, თუ ასე ტურფა იყავი, როგორ შეიქმნა, რომ ჰამლეთ გონაშვილმა მოიტანა რაღაცა პატარა ლექსი, თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი იაო. იმად რომ სიყვარულის თქვენ გული არ გამიღიაო. და როდესაც დაამთავრა ეს ლექსიო, ესეთი თავისთვის ჩაილაპარაკო, რომ ამასო ერთი კარგი მელოდია მოუხდებაო. ჰამლეტი ზოგადად ისეთი კაცი იყო, პირდაპირ არასოდეს გეტყოდაო და ესე გაკვრით მიგანიშნებდაო, ძალიან დამაფიქრაო სხვათა შორის ამ ტექსტმა და რაღაცა რამდენიმე დღე ვიწვალეო და როგორც იქნა მიუსადაგე ერთი მელოდია, ვაჩვენე ჰამლეტს, ვასწავლე, მოეწონა, არაფერი არ თქვაო და 3-4 დღე საერთოდ გადამეკარგა რეპეტიციებზეც კი აღარ მოსულაო. ჰამლეთ გონაშვილი ზოგადად იყო ის ადამიანი და ის შემსრულებელი, რომელიც სანამ არ შეისისხლ ხორცებდა იმ ნაწარმოებს, რომელსაც სწავლობდა, არ გამოიტანდა ხალხის სააშკაროზე და რომ მოვიდა 3 დღის მერე და იმღერო ჩემი მელოდია ვეღარ ვიცანი. ასე საოცრად და შესანიშნავად შეასრულა მართლა. ხო და შევასრულოთ ეს ჩვენი სიმღერა დღეს ჩვენ შოუში. სატურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი
იმოდ რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიავო იმოდ რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიავო ახალას ხავამება ღეშემხოდა ალერსით გამახვიავო ტკბილადაც მამიკურკურა კალთაზედ დამარწიავო ტკბილადაც მამიკურკურა კალთაზედ დამარწიავო იყავი რად ვერ გამჩნევდიავო იმოდ რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიავო იმოდ რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიავო უღრმესი მადლობა ჩვენ სტუმრებს. ჩვენ კი ძირფასო მეგობრებო შევახსენებთ რომ 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გვაქვს პრემიერა სრულიად ახალი ეთნო კონცერტისა სახელწოდებით არის ასეთი ქვეყანა. მონაწილეობენ გია ბურჯანაძე, დოდონა ნამორაძე, ჯანო იზორია, ნიკო ნანიტაშვილი, შაბან მამედოვი, გუნდი მძლევარი და სხვა უნიჭიერესი მომღერლები. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები.g. გელით